ეს მაგარი მომენტი. ესეც ასე. წავედით. ესე იგი, მანქანა არის კარგ მდგომარეობაში, თუმცა როგორც ნებისმიერი მეორადი მანქანა, რაღაც სერვისები მაინც ჭირდება და მიუყვებიდან ნელ-ნელა ყველაფერს გავაკეთებ. ესე იგი, პირველი არის ეს ფილტრი უკვე უნდა გამოიცვლოს და რაღაც ისე ვერ გამოიყურება როგორც საჭირო. ამიტომ ახლა წავალ და აი ამ ფილტრს შევცვლი. დანარჩენს უკვე მე მიუყვები და ნელ-ნელა ყველაფერს შევცვლი. ესე იგი, ესეც ასე. დადგა, მაგრამ ხო, ნუ იმას ჯობია, მაგრამ ეს მეტალის გვერდები არ უნდა კონდეს, ჩემი აზრით, მაგრამ დროებით არა უშავს. კარგია. აი ამას ჯობია ნახდად. უბრალოდ შეხედეთ. ხო, ეს არაფერში აღარ წერია. ეს იყოს ახლა დროებით კაია, მაგრამ ეს რა თქმა უნდა უკეთესია და ასეც გამოვწერ ამერიკიდან და რო ჩამოვა დავაყენებ ისევ მერე იმას. აჰა, ესეც ასე. ჩამოვიდა და ეხა იმას დავაყენებ. ეს ბევრად ჯობია. ანუ ეს გვერდები არ უნდა ჰქონდეს მეტალის, იმიტომ რომ ის ხურდება და ზაფხულში რავი არ ვარგა რა. ჰაერი არ საიდან არ გამოეპარება და არც გახურდება ძალიან. აუ რას გავს ნახე. ესეც ასე. ეს ნაგავში. ეს ნაგავში არა. მაგრამ, ნუ რა ვიცი. თან ფერშიც უხდება. როგორც ხედავთ, ხუნდებიც არ ვარგა. ხო, როგორც ხედავთ, ხუნდებიც უდღეშია და უნდა შევცვალოთ, ამიტომ წავალთ და ნახავთ რა დაჯდება. საყრდენ დისკებს, ანუ აპორნებსაც ნახავთ. ეს ერთ შეხედვით ახლა არაფერი ჩანს, მაგრამ როგორია, მაგას უკვე მე ვნახავთ. წავედით. ესეც ასე. საყრდენი დისკები და ანუ აპორნები და ხუნდები შეიცვალა. და უკვე დადის კარგად. ისე რომ პრობლემა აღარ არის. შეგი დღეს უნდა წავიდე BMW-ში და აალების სანთლები უნდა შევცვალოთ, ანუ სვეჩები და რა თქმა უნდა ორიგინალი. და ნუ ძრავის ზეთიც უნდა შეიცვალოს. აბა წავედით. და მე უკვე საბურავებია მზად და ის უნდა დავაყენოთ, იმიტომ რომ ეს საბურავები უკვე გადასაყრელია. წავედით. ესე იგი, ესეც BMW ცენტრი, შეიცვალა ძრავის ზეთი ფილტრთან ერთად, ასევე სვეჩები, ნუ აალების სანთლები და სამუხრუჭე სითხეც. ნუ ამ ძრავებზე B58-ზე ზოგი 5.40-ას ხავს, ზოგი 0 და რაღაცას ხავს და ასე შემდეგ. ცენტრში როგორც მითხეს, ჩვენ ქართულ
ტემპერატურაზე არის 5-30 საუკეთესო, ну საშუალო არის ზოგადად 5-30 და მერე უკვე პლუს მინუს ტემპერატურების მიხედვით. ამიტომ ჩავასხით 5-30, ну კასტროლია და ну დანარჩენი რა თქმა უნდა ყველაფერი ორიგინალია. ხო, მანქანა არის შვენივრად ახალივით. საბურავებიც ახალია და საკმაოდ კარგად დადის, მაგარი კმაყოფილი ვარ ამ საბურავების და თან საკმაოდ ბიუჯეტურია რა. ესე იგი ეგაა რა, M240 უკვე მზადა. უკვე ყველა სერვისი გაიარა და სიო რა, ჯერჯერობით ეგაა. ну რა ვიცი მე მაგრად მომწონს ეს მანქანა. მორჩა ეხა სერვისი, ჯერჯერობით მეტი არაფერი ჭირდება. ჩვენ M240, ნახოთ ეხა როგორ იქნება, როგორ გაართმევს თავს BMW, რა გაუფუჭდება, რა დაჭირდება, რა სერვისს მოითხოვს და ასე შემდეგ. ჯერჯერობით ძალიან კმაყოფილი ვარ ამ მანქანის და ну კარგად მიდის ყველაფერი რა. ნახოთ რა იქნება. ამასობაში ზეტი ცოტა დაგოჩაგრა და დღეს გავიყვან და ცოტა გავივით. გავშლით საბურავებს. აბა ვნახოთ თუ დაიქოქება. წავიდა. კი ბატონო. აჰა, გამარჯობა. გამოწერე აი ეს Z-ისთვის. ეს არის ძალიან მაგარი რაღაც. ну არ ვიცი ხა აქ ვერ ვნახე საქართველოში. აქ რაც ვნახე საქართველოში არის ოქტან ბუსტერები. ანუ ეს არის საწვავის შემნახველი. ბენზინს უნაშუნებს სიახლეს და ინახავს დაახლოებით 2 წელი. ბენზინი რამდენიმე თვეში მაგალითად 5-6 თვის მერე უკვე დეგრადირდება და არ არის რა ისეთი როგორიც უნდა იყოს. ეს ინახავს უნარჩუნებს ოქტანობას, ასევე არ წყალდება ბენზინი და ასე შემდეგ. ეხა წავალ, ну ეს უფრო მეც ყოფნის ერთი შეკვრა, ჩვენ ნახევარი ბაკი გვჭირდება და ну დაახლოებით ნახევარს ჩავასხავ და მერე გადავავსებ უკვე ბაკს და სიო რა. თუ ბევრს არ დადიხართ და ესეთი მანქანა ყავს ვინმეს, ეს არის ძალიან კაი რაღაც. ესეც ასე всё შევისვავზი და ну სანამ არ დაიცლება პრობლემა აღარაა 1 წელიც რომ იყოს ეს ბენზინი არანაირი პრობლემა არ იქნება. ასე მორჩა ეხა სერვისი, ჯერჯერობით მეტი არაფერი ჭირდება. ჩვენ M240, ну ფილტრი ეხა არაფერი სტანდარტულად ეგრე ღირს ზოგადად ნებისმიერი მანქანისთვის. ესეთ ხარისხის ფილტრი ეგრე ღირს, ну დანარჩენი უფრო შედარებით მეტი ღირს ვიდრე ნებისმიერი იაპონური მანქანა მაგალითად. მაგალითად ჩემი Z-ი, Mazda და ასე შემდეგ. თქვენ კი რაც თავარია, არ უნდა დაგავიწყდეთ კომენტარის დაწერა და ჩემი არხის გამოწერა. რადგან სოკარის პრემიუმი უნდა გავაჩუქოთ. აბა დროებით.